იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. Доуჯერე, მამა, ხუჩა მასწავლებს, მაგი რო გასწავლის, ისე ვერ გასწავლის, მამა, სხვა ვერა. მე ვარ მამა, შენი და მე ვერ აგიხსნი, ისე ხუჩა რო აგიხსნის. მოусმინე და დეიზეპირე, მამა, რასაც გასწავლის, მაგი. დედიკო, დეიმახსოვრე, ხუჩაიას წინაშე ყველანი უძლურები ვართ. გეიგე, მაგი შენ? მოდი აქ დედიკოს ქუთაისელი მზე ჭაბუკი ხარ შენ, ბაჩ. აი, აქანა არის. დედიკო, აბა შენი სიყვარულს და ერთობას გასწავლის, პირველი ხუჩა და გეითვალისწინეთ ყველაფერი, რასაც გეტყვით, გეიგე და მოусმინე და სახშიც გააკეთე, ვერე, შვილო. ადამიანობა, დედიკო, ადამიანობა არ დაივიწყო, შვილო, გეიგე? ეგია სიმართლე, მეტი არაფერი, მეტი რა დავამატო ახლა მე? ხუჩა არის მაგალითი, რაფერი უნდა იყოს. ტაქსით მევედი, აქანა გამიჩერე, ხო გამწდა, იგი რაღაც ის მევედი, აქანა, სიმო. გამარჯობა, გამარჯობა. გაუმარჯოს, ბავშვებო, სიმო, რაფერი ხარ, ხო ხართ, მაგრამ სიმო. დამანახე, ქართული ცეკვა დამანახე და იგზენი და ეს გამიკეთა. აი, სისხლი რომ მოდის და რომ გადის დარგოში ეს დამანახე. სვანური დამანახე. აი, დედიკო, ეგია იგი. უყურე, მამა. სად ვართ, ხო, ბავშვებო, სულ ყველა. აბა, გაიმართე წაში და დამანახე ქართული სიკაკლუცე, შვილო. გაიგი, მე შვილო, დამანახე სიკაკლუცე. მაგი სხვა ანსამბლში გააკეთე, შვილო. მაგ სხვა ანსამბლს ეკუთვნი, შვილო. ჩემთან სხვანაირად დამანახე, შვილო. ის აჭარული დამანახე, შვილო. აი, უნდა ცეკვავი, შვილო. ყურადღებით იყავი, შვილებო, რატო ვარ? ყურადღებით, შვილო. აბა, ახლა მშობლები გვესწრებიან და გააკეთეთ, ისე რაფერს გასწავლეთ, რომ რაში იხდია, ფულს აგერმა, რო ნახო. გასწორდი, მამა. ჰე, ახლა რაფერს გასწავლეთ, ისე გააკეთეთ. გაიმართე, შვილო, წაში და 1 2 1 2 თვლა უკვე უნდა იცოდე, შვილო. ხელით გაჩვენე, ფეხით გაჩვენე, გულით გაჩვენე, მეტი რა გითხრა, შვილო. გააკეთე 1 2 2 არ ვარდა, შვილო, ასე ის დამანის ხასიათი თუ არ დამაიღე. ამ სცენაზე, შვილო, რო უყურებ, კორიფეები არიან გაზრდილები, შვილო. შატეხი ამ სცენაზე ჩაჩიჩქნა, შვილო და იცეკვა, შვილო, აბა რა პერგინა, შვილო, წეკვა. აგი სხვა არის, სხვა მიხრა მოხრა გვაქვს, ჩვენ და სხვა სიყვარული გვაქვს, შვილო. მოусმინე, მამა. მომხედე, შვილო, შენ. მაგი გასწავლე მე? მაგ გაგიხსენი ამდენი ხანი მე? ერთი რამე დაიმახსოვრე, შვილო, რომ აქ არავინ არ დაგცინებ, შვილო. არავინ არ გეტყვი, თუ რამე შეგეშალათ, აქ არავინ არ გეტყვი და არავინ არ დაგცინებ, შვილო, გეიგეთ? ახლა შახს რო ჭოხოთ, შეიძლება მე ვიჭო რა ავტო ეს რა გაფერ შეეშალა და ეს აფერ გააკეთო, მაგრამ აქ პირში არავინ არ გეტყვი, შვილო, მაგას. გავემართო წაში და 1 2 ხელით გაჩვენე, ფეხით გაჩვენე, რა გინდა მეტი? გულით გაჩვენე, YouTube-ზე ჩაგირდე გაჩვენე, მეტი რა განახო, შვილო. გამეკეთე, შვილო, რასაც განახებ, იმა, შვილო. შენ თუ გინდა რომ მოცეკვავე გამოხვიდე, დამიჯერე, ბიძია მე. მასზე არაფერი არ გამოვა, შვილო. ეს არის მშობლის ბრალია, ეს არის უყოლაფერი, შვილო. მეც, ჩემი ბრალი. მშობლის ბრალია, ეგი რო ვერ აკეთებს ამას. რატოა, ჩემი ბრალი, ბატონო. ახლა ხუჩაია, რაცხებში იჭრები შენ, ხუჩაია. მაგი არ არის, მასე შენ ხო იცი ახლა რომ არა ხარ სწორი, ხუჩაია. რატოა, მშობლის. ხელით ვაჩვენე, ფეხით ვაჩვენე, მეტი რა დავაკეთო, მითხა? გეიჯგიმე, დედიკო, შენც კიდე რა იყო? გასწორდი, შვილო, სახში რაფერად წორდებს, წერს დაგეთებ, გააკეთე, ის რას ელაპარაკებ, ამდენ. გეიგე, შვილო. რასაც გეუნები დაიმახსოვრე, შვილო, ამას სხვაგან ვერ იცავ, შვილო. გეიგე, შვილო. მას წყლის დასალევად რო გავიდა შეიძლება? მე დამანახე, შვილო, წყალი რო გინდა, შვილო. წყლის დასალევად მიდიხარ, შვილო, ყავის დასალევად ხوار მიდიხარ, რანაირად მიდიხარ, შვილო. წყალი გინდა. წყალი სიცოცხლის ელექსირია. არ წივი ხარ, გამანახე, შვილო, მე წყალზე მიფრინავ, შვილო. გააკეთე ერთი რაფერს ახლა, შვილო, წყალზე.
შეხედე ბიჭო რა ფერმერი წყალზე ბიჭო წყალზე მიდიხარ შვილო ყავაზე გამიკეთა მიდიხარ შვილო აი ფლემთე ამაზე მაგ ლაპარაკი მშობლებო ასწავლეთ ბავშვებს მე რო აქ ვასწავლე სახში უნდა არეპეტიციო შენ მე მაგი არეპეტიციო აბა რა ვშობი არეპეტიციო 24 საათი სახში რო არის რეპეტიციებს არ გესნა ბავშვი მეტი რა ქნა ასი არაფერი არ გამოვა შვილო მე გასწავლე და შენ სახში თუ არეპეტიცია არ გამოვა შვილო მასე მოწეკვავე შვილო იცინე ხო ვიცია ეს ბავშვი რო იცინის შენია არა მემია ხუჩაია რა ხდება აქანა ასე ვერ ისწავლის ცეკვას თუ არ დამანახა ხასიათად თუ არ გაიმეორა ის სისხლი თუ არ მაჩვენა წადი ბიძი არ გამოვა შენგან არაფერი ბიძია ვერ გავიგე ახლა ხუჩაია რაცა არ მომეწონა მე შენი საუბარი არ მომეწონა მე ხუჩაია რას ნიშნავს ეგ აბუჩადე იგდე ჩემი ბავში და შენ კაცი გონია ახლა თავი არ არის ხუჩაია მაგი მასე ეს ბავში არ არის თბილისელი კოფეწრუბია გოგოს გაგდებული გეიგე ეგი ბავში არის ქუთაისურად აღზრდილი ჩვენ ძმაო ქუთაისელებს ხიდი გვაქვს თეთრი თუ არა გაგება გვაქვს შავი გეიგე ბიჭო აბიჭო დედა ეგ არის ხასიათი გენაცვალე შენ ქალბატონო მოაქვს უყურებელ რო გიყურებ რა ავცეკუდი მეც ფაქტიურად ისე ყველა რომ იცოდეთ სიმონ გასტროლებზე მივდივარ ძალიან მალე სიმონ რო იცოდეთ ყველა სად გასტროლებზე საით თბილისში მივდივარ ყველა აბა რა იმ ყავაწრუპიებთან მივდივარ და ვაჩვენოთ რა არის ქართული ცეკვა და რა არის ყველაფერი სიცხლი რა არის და შიში და ჯილაკი რა არის ვაჩვენოთ მაგას უყურე აბა რა თბილისელები გააკეთებენ ერთ მოძრაობას ერთი ლეთ ჩვენ გავაკეთებ ორი სამი გააკეთეს გავაკეთოთ 6 მომისმინეთ შვილო მისმენ შვილო აქედან ეთყობა ვერ მისმენთ კარგად აქედან მომისმინეთ შვილო ამ სცენას შვილო კორიფეები ყავს გაზდილი შვილო რო უყურებ და რო დადიხარ ამ სცენაზე შვილო ამ სცენას მოფრთხილება უნდა და პატივისცემა უნდა შვილო გაიგე შვილო რომელი ერთი ჩამოვთვალო ამ სცენას ვიყავს გაზდილი იცით ან დედიკორკი იცის ვიყავს ამ სცენას გაზდილი მაგრამ შევახსენებ კიდე გოჩა მამაგეიშვილი მაგარი კაცი კი ბატონო ზაურა კუტალაძე ლადოია მეორე გაბრიაძე ბორია ღამბაშიძე შვილო ამა დაფასება ჭირდება შვილო ამა ესენი კორიფეები იყვნენ შვილო ეგენი ახლა 11 არ არის აქ ყველა იტალიაში არის საჩალენჯო წასული მაგრამ უბედური ერთები იყო სიმონ კუტალაძეს რა ხელი ქონდა სიმონ ისი ამოგაცლიდა $100 თვალი არ დაახამხებდა ბიჭო მაგა არის შენგან მქონდა ნასწავლება ამაშია საქმე შვილო არ გინდა თქვენ კონცერტზე ხო დენდირო რომები და შვილო გადაიყოთ ფოტოები ხო გინდა შვილო ხო გინდა კი რა ხონდა დენდირო რომები აბა მე იცე შვილო დამანახე ხასიათი შვილო გასი გემოდელებეცე დამთავრებულია ხუჩამაც მოდით უყალა სიმონ მაშინ ახლა მე როცა ვიყავ ამბავს კიდევ არეპეტიცია შენ კიდე რას მიკეთებ აკეთებს ბიჭო მთელი დღე რომ ყავს დგას სარგესთან და აკეთებს იმილეთ რასაც რა ვქნა მეტი ბიჭო მე ვაკეთებ ყველაფერს აცევალება მშობელს და მამას ვაკეთებ მე რა გავაკეთებ ქალმერა ფერ უნდა გაჯობს აბი დედა აი ბიჭო კაი წამოდი მამა წამოდი გავაკეთებ კაი და ზეჭაბუკი ხუჩაია ხო იცი შენ ახ არაფერს წამოდი და მოვა წამოდი შვილო წამოდი გამეიცვალე წამოდი წადი ბიძია ისწავლე და მოდი მერე წადი ბიჭო ამათმა რო იცოდნენ რომ ვაკეში დაბადებული გაზდილი ვარ და თბილისელი ვარ ვიღა მოვიდა და ჩემთან არ მოიყვანდნენ ბავშვებს მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ამ ქალაქში ასე უნდა ვილაპარაკო თუ მინდა ბიზნესი სხვანაირად არ გამოდის ხუჩამას გონი ტელეფონი დამჩა დაგჩა რა მეშვილო თუმცა მგონი გარეთ დავდე გეი ჯერ შვილო სადაა ტელეფონი მე შემოდი ვინა არ გამოდის სხვანაირად რა გავაკეთო უბრალოდ ტაქსი გამოვიძახო ერთი რა გამარჯობა საფიჩხიაზე მინდა რომ გამიყვანოთ რა ეღირება 20 ლარი 20 ლარი რა ამბავია შენ ბიჭო ნორმალური თუ ხარ 20 ლარი რა ამბავი აქედან საფიჩხიამდე 20 ლარი რა არის ბიჭო 5 ლარად გამიყვან ემასე მე ბიჭო რა ვქნა არ გამოდის სხვანაირად რა გავაკეთო
აქვს ეს მოდის წუწუნა მეზობელი ჩვენთან. აი მე როგორ ვერ ვიტან მაგკაც. აი სუტირი სუწუწუნებს. ადამიანს ამდენი ფული კონდეს და სულტიროდეს და წუწუნებდეს მაგის მეტი არ მინდა ხალხსა ეს. რა უნდა რატო მოდის? რა და გოგო მე მგონი აქ корпуს აშენებენ და ეს ჩვენი მეზობლები ყველა ხო მოისყიდა და ეხლა ჩვენ დავრჩით რა ჩვენთან უნდა რომ ეს ჩვენი ვინა უნდა? ხო ესეც უნდა რომ корпуსი უნდა აშენოს. სულ ტყუილა მოდის გეუბნები. შანსი არ არის მე არ დავთანხმდი. კაი მოიცა ჯერ ას გვთავაზობს რა იცი ერთ წამი ბოლოს. რა უნდა შემონთავაზოს ბიჭო ტირის 24 ხო მამიკო ხო შილო მაგამ ბავზე ვარ მისული მამა ეხა გამაჩო მეზობლებთან აგერმა ხო მამა 48 სართულიანს ვაშენებ დამეხარჯა მამა ფული ცოტა რაღაც პატარა რაღაცებს და მეტიას ვერ ვაშენებ ფიზიკურად მამა გესმის რა ხო უნდა იმ корпуსედაც მამა მერის არქიტექტურმა სამსახურმა არ მომცა უფლება და ვიყიდე მამა არა ნებართვა არა მამა მერის არქიტექტურული სამსახური ვიყიდე მამა მთლიანი მერის ყიდვის საშუალება ფიზიკურად რო არ მაქვს მამიკო ხო არის თუნდაც მამა კაი მამიკო მიდი გამარჯობა შეხვეწები ეს არ მინდა რომ დაგისვაროთ ის რა ქვია თან ფეხსაცმელი რო გამისვეს მეორეს ვიღარ ვიყიდე და ასე $1,000 იყოს დაბჯანდეთ აბა როგორ ახართ რასვევით ვაი მე ასე გიყოლათ მტერი და დაბაწყევარი როგორც მე ვარ ახლა ბიჭო ჩემ ბორს ველაპარაკებოდი ახლა ვაი მე რა პრაწვალობს უცხოეთში ვყავ ჩემი ბოში დედა მაგას მოუყდეს წვალ რატო წვალობს სად მუშაობს რაღაცა ლითიუმის საბადო უყიდია ბიჭო და წელებზე ფეხსით გავს რაკნას მითხარი ბოშმა რაკნას მითხარი ლითიუმის საბადო წელებზე ფეხის დადგმა? იმე დედა მოპოვება გამოწრთობა გადათნობა რა მასე პირდაპირ კი არავინ აძლევს ჩემ ბობს ფულს ბიჭო ასე ტილიანი ტრილიონებისთვის წვალობს ბოში ბიჭო აბა კვინტილიონების საშუალება სადა ბიჭო დედას მიწავარ აი დაწყო ყველაფერი კარგად იქნება აი აბა ეხლა გისმენთ რატომ მოხვედით ჩვენთან რაღაცა საქმე აქვს კვადრატი არის ახლა თქვენი ბინა ეგ მაინტერესებს ჩვენი აი მაცადე მე ვილაპარაკებ ჩვენი ბინა არის 35 კვადრატული მეტრი 40 კვადრატს გაძლევ თუ ავაშენე 48 სართულიანი პატარა რაღაცა თუ ავაშენე კომპლექსი გაძლევ 40 კვადრატს 40 კვადრატს გაძლევ მაგრამ ჩემი კეთილი გული ბოდიში ჩემი კეთილი გული რო ვიცი 3 კვადრატს დაგიბადე ბიჭო ფიზიკურად არ მაქვს რაკნას მეტი რაკნას დაეგდე ახლა 53 კვადრატი ხო პატარა ხო არ გონია რა სისხლელია ბიჭო რა 53 კვადრატი 48 სართულიან корпуს ვაშენებ და 53 კვადრატს გაძლევს შენ მანამდე სად ვიცხოვროთ? ვიმე შვილებს გეფიცები, მაგრამ შვილები სად ყავს? არ ყავს. ერთი მყავს იმის თავს მიცავარ. ჩემ ბინაში შეგიშვებდით როებით, მაგრამ 567-ვე ოთახი დაკავებულია რაღაცა ხანახურა მიყრა. რაკნას. რა ჩუნდი ბიჭო? რაღაცეები ყრია ბიჭო, ასე აღარ ვიცი, აღარ მიმარგავ. არა, გამორიცხულია რა, მე ჩემს ამ საყვარელ კუწკუწა პატარა ლამას ბინას ვერ დავთმობ. ოხ როგორ გულიმწყება თან გადაყოლილი ვარ მთელ სამეზობლოზე თქვენზე ესე იგი ჩემი სიკეთები 12 ფურცლიან მეულში მაგ ჩაწერილი ყველაფერი აბსოლუტურად აი რას ლაპარაკობ გეყოთ მე 12 ფურცლიანი არ ნეყო მაგრამ 100 ფურცლიანის ყიდვის საშუალება მაგ შემომხედი ადამიანო რო ამოატყელო ხუდა არ მომივარდება ჯიბიდან 12 ფურცლიანში წვრილად წერასე ჩემს სიკეთები რა ნაგლიკაცია არა ბოდიში მაგრამ ვერ დავთმობთ ამ სახლს. შენ ხმა არ ამოიღო გეუბნები. ე ბიჭო რაღაცაზე მე ვილაპარაკოთ, არც მე მაქვს ფული და ჩემი ბავშვიც. რა იყო, ხო კარგათაა რა ჭირს შენ ბავშვს. არაფერი უცხოეთშია და. ხო და ხო მშვიდობაა, მე რა იყო. ჭირს? არაც ეხან მაგის უფროსმა დამირეკა პატარა სამსახურია კიდე ცალკე ჩემს. ნახევარ მილიონს დავპირდითო და 200,000 მეც ვერ ვაძლევთო და ბავშვმა კი არ იცი. ეს არ დაირეთით. რა რიცოთ შენ ხმა არ ამოიღო ეხლა. მორდონით. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მანუჩა. რა ვქნათ ჩვენ? დავიწყოთ ნგრევა. დაიწყე ნგრევა, მიდი მიუღე. ანუ ჩავთოთ ბულდოზერები. არა ბიჭო, რა ბულდოზერი სალი არ კავწავს ქვეყნისას. პიკით მიუღევით ნელ-ნელა როცა იქნება, ხო იქნება. აი გამოვფრთხილებ მე ბიჭო, დავცხებ. რა ნგრევას იცით? მე არ ვარ მეთქი თანახმა გეუბნებით, კაცო. შანსი არ არის არ დავთმობ ამ სახლს. ოღო თქვენის ბინა დათმეთ ახლა და ჩემ დაბლა გაძლევთ ერთ სახლს. მეტი რა გავაკეთო? ჩემ ქვემოთ გექნებათ სახლი.
რამე პრივილეგია და განსაკუთრებულია? განსაკუთრებული კი არ არის, მაგრამ რომ რაღაცა წყალი ჩამოგიშვა იქ მეცოდინება, რომ ცუდი რემონტი გაკეთებული და ბევრი არ დამიждდება თუ არა პრივილეგიები რა გიქნება. ბიჭო, რაღაცა უთხარი ახლა ამას, შენ რა აქ როზიხარ და თავს იქნებ ყველაფერზე. რა თქვა ეხა ისეთი კაცო რა რა თქვა? მოდი შექმას გავესაუბრებიეთ. მოდი ბიჭო. დიახ. ვახმეცად ეცავით. არ დაიკერო. ყველაფერი კარგად იქნება. რა ლამაზი თვალები აქვს დედა. ერთი შეგაქვს ლამაზი თვალები და მეორე მეზობელი მყავს სოსო. იმას აქვს ლამაზი თვალები კი. შენი ლამაზი თვალები ჭირები იქნება შენი ძოლი მოტაბლო რამენაირად რომ არ დავჭი ამ 48 სართულიანი корпуსის და მილიონების ანაბარა რა იქნება ბიჭო. ნუ დამტოვებ არ შვება და რა ვქნა? რა საშვება ბიჭო, ჩემურეკი რო გიყიდე იმ დღეს და რო ტლაკავდი კიდე სხვანაირად ჩიკჩიკობდი. ანის პივა რო გიყიდე 2 ლიტრა ნახევრიანი. ხაი კაცო მე თევსაც ამოვაყოლებო თევზი სად იყო? ბიჭო 200 კვადრატი ვიყიდე საბურთალოზე ბიჭო, პატარა კომერციული პარტი კაპიკი არ დამჩენია ბიჭო. კაპიკი არ დამჩენია თუ მე მაგდამენანებოდა შენ. არა ხო. გიორგი მოდი აქ ეხა და ნერვებს ნუ მიშლი. დაგიდრე მაცადე კაცთან საუბარი კაც რაღაცაზე ვერ შევთანხმდი. გაჩუნდი ერთი წუთით დაჯექი და მაცადე. კარგი ვთქვათ მივაღწიეთ რაღაც შეთანხმებას. ბინა გვინდა მაღალ სართულზე იქნება მაღალ სართულზე. იქნება მაღალ სართულზე. და კარგი ხედით. კარგი ხედით ახლა მშვენიერი корпуსი ეცი, კაი გალესილია, გაფერადებული რა ვიცი ახლა. არა, корпуსი არა, ხედი ვიგულისხმე. მე ხედის საშუალება რომ გქონდეს ადამიანო აქ შემევიდოდი ახლა. სად არის ხედის საშუალება ფიზიკურად არ არის. მე ვსუთ რაღაცა უნდა მოვიფიქრო ახლა მე რაღაც. გაგიგო გოგო მე თქვენ აი ესე პირდაპირ გეტყვით. მე თქვენ თავს არ მოგატყუებინებთ. ამიტომ მე მაქვს ჩემი პირობები და ჩემი შემოთავაზება. კი, აქ მოусმენ. თუ დაგთანხმდებით, კი ბატონო. მითხარიება ბიდი. ესე იგი, ორი ბინა გვინდა მაღალ სართულზე 200 კვადრატი. ორი ბინა 200 კვადრატი. ორი ბინა 200 ხო? კი ბატონო. ასევე გვინდა $150,000 თანხად. კი. და გვინდა კომერციული ფართი 200 კვადრატული. აჰა, დაია და მესროლება არის რაღაცია ჩემს სიცოცხლეს მითხარი და როგორ ერთი ტყვით იქნება შემოიფარგლო. ტყვიაში 5 ლარს ვაძლევ, ნუ დახარჯავ გიხვეწები აბაჭირაძე. ძალიან გიხვეწები. რა, ამაზე ხა რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ეს რისი გადამხდელია? გეუბნები, რა გავაკეთო ადამიანო მე. მე თვითონ ჩუ, დედა ჩარტის ბულდოზერები ბიჭო. ეს ბატონო მანუჩარ. რა მოკლედ ავაგუგუნეთ. 5 ბულდოზერი ამუშავდა ჯისები მაქედან შეუტია. ნახევარ საათში მოვაყობარებ. ბიჭო, რატო ჩარტის სალიარკასი? სალიარკას რატო ხარჯავ კომიცი? გაუშვი, მოიფიცეთ ბატონო მანუჩარ. ანგრევენ უკვე. იგრევა. რა ფიქრებული მაქვს? აღარ რასიო, ბატონო მუშაობს. არა ბიჭო, სალიარკას რატო ხარჯავ ბიჭო? საათმა ბიჭო, მაგის საშუალება. არ მინდა დამანება. $50,000 მოვედი. $50,000 რომ ხოდი. 43 კვადრატიო. კომერციული ფართი. აი, ურჯულოებმა დამჭრეს მუხანათურად მომეპარენეს ზაღლიშვილები. აი! რამ ხელა ხიჭვი მაქვს. მაგრამ არა უშავს ჩამოვიბან. აი, ქართველო! მუსრიკავავლოთ არაბებს. დადეკ! გამოგართმევთ, როგორ ხართ, აბა თავს როგორ გრძნობთ? როგორ უნდა ვიყო? ქალბატონო ექთანო. კლეხანოვზე ვიყავი, შაურმა მინდოდა და ვიღაც არაბმა რა? დანა ჩამარტყა მკლავში. რას ლაპარაკობ? აბა, ერთი წუთით. თქვენ იძახით რომ დაგჭრათ? დაჭრილი ვარ. გტკივა? აი ამ ხელა ხიჭვი ამოვინე წეღა. ხიჭვი. გტკივად. აუ, კლავი. ერთი დაჭრილი ხარ? აბა, ხო, მაგრამ რო არაფერი აუ! არა, ერთი წუთით. ბატონო ვასილ, დაჭრილი არ ხართ, არც სისხლი არ მოგდით. ნახეთ, უბრალოდ ეს თქვენი ემოცია. არა, ემოცია კი არა, ეს უბრალოდ ხმალი მაქვს, მე მძიმე ხმალი მაქვს, იმიტომ რომ გორგასალი. გორგასალს იცით, რამ სიმძიმე ხმალი მქონდა? ჯერ კაცი 2 და 42 იყო სიმაღლეში. ხო, მაგრამ თქვენ რატო დაატარებთ ამ ხმალს? მომისმინეთ, დაგიხსნით. 2 და 42 იყო სიმაღლეში და ხმალი 85 კილო ეჭირა ხელში. აბა,
85 კილოზე ჩეხავდა და მუსწავლებდა თურქ-სელჩუკებს და ყველა საერთოდ რო იცოდეთ. დავით აღმაშენებელი რამდენი იყო სიმაღლეში თუ იცით? ზუსტად არ ვიცი. 3.80. 3.80 და ხმალი მქონდა 232 კილო. 232 კილო და მუსწავლებდა სულ ყველას დიდგორზე აოხრა სულ ყველა. ხო, მაგრამ თქვენ არ გინდათ ბატონობას. და მე 15 კილოიანი ხმალით არ მეჭიროს ხელში და იმიტომაა რომ კუნთები მკივა. მოდი ამაშია საქმე. დავდოთ ხმალი და ამ 7-ით ყველაფერი რიგზია. არა, ой, ბეტრულო საქართველო. როგორც მე ისტორიის მასწავლებელი შენთანა ვარ მუდამ. ბატონო ვასილ, დამშვილი თქვენი მოსწავლეები არიან, სტუდენტები. სანახავად მოვიდნენ. სანახავად მოვიდნენ, დიახ. მომძანდით. გამარჯობა ვასომას. როგორ ახარ? ვასო სანახავად. არის, როგორ შემოხვიდით, კაცო? რანაირად მოხვდით, როგორ თავიდან შემოდით? დიახ. ეჰეი, ქართველო! ძოლის ხიჟინა მოგვესმა, ძოლის ხიჟინა მოგვესმა, ძოლზე შევისხით მახვილი. ძოლის ხიჟინა მოგვესმა, ძოლის ხიჟინა მოგვესმა. ვასომას დაჭრილი ხართ ბატონო ვასომას ხელი ხმალს იკარ. ვასომას როგორც კი გავიგეთ თქვენი ამბავი ეგრევე გამოვიქეცით. ამჯერად ვისეომეთ. ამჯერად პლეხანოვზე მომიწია შეტაკება. აუ რა მოხდა? არა, ისეთი არაფერი ბავშვებო დამშვიდით პლეხანოვზე იყო შაურმის რიგში და ნუ არაბთან მოუვიდა კონფლიქტი. მეტი არაფერი და მგონია რომ დაჭერეს. ერთანი ხარ თუ ინახარ მოღალატე ხარ ამ დაბიო ენაზე მოყევი. ხო და თქვენ მოგვიყევით ვასომას. თქვენ ვასომას თქვენებურად. დასხედით. თქვენებურად. დიახ ვაბა. ოჰოი. რუსთაველის ელით გადმოგცემ თუ რა შემერთვა ისტორიკოს. შაურმაზე რომ მივედი შმაგიაო ესე თქვენსა. მუნ მიუმართემ კლავ მაგარსა სადარაბი კაცნი დგესა. არაბსაც და ირანელსაც დაუბნელე ორი მზესა. შუბი გატყდა ხელი ჩავყა ვაქებ ხმალო ვინც აგლესა. შაურმის რიგს გაერიე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი. კაცი კაცსა შემოვწყოცე ცხენი კაცისა დავდგი გორი. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი თქვენში ვასომას. თქვენ გენაცვალეთ. აბა რამ წარებ დამჭრეს მაგ ხორიშვილებმა. ბატონო ვასილ. აი ამ ხელა ხიჭვია მოვიღე წეღან. ბატონო ვასილ, გეხვეწებით, თქვენთვის მოძრაობა არ შეიძლება. ნაკერები გაგეხსნებათ, რა მშვიდ. და ეგამეხსნას ნაკერი. მე არ მეშინია. შემომეშველი გო. მიდი, ჰერი და ჰერიო. ჰერი და ჰერი. არ შეიძლება. აქ უხდება ხმალი ავნისოთ ქართველებო. ხმალი ავნისოთ. გამოუგზავნოთ საქართველოს გადავაფაროთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი უნდა დავთით ჯაჭვის პერანგი გადავაფარეთ ჯაჭვის პერანგი აი არაბთა სუნი აქ მოაჭორია კენა ეს ბუსრი ხომ გაავლეთ ვასომას. სუნიანი ჯაჭვის პერანგი ესე რომ ვიყოთ არა უშავს კარგია დიახ ვასომას მაგრამ მაინც ხრეთ გამოვიყურები ხმალი მომეცით აბა გამოდი ჩენ მე გამოდი გამომართი ხმალი აბა როგორ ეკვეთები მტერს ეჰეი აგმუსრავთ არა აგმუსრავთ არა ეჰეი აგმაგმავთ ეჰეი დადე ორი შავრო მომეცი გაუყარე მეორე ორი შავრო ესე მოგივიდათ თქვენს მოდი შე გამომართი აბა ჰერი და ორი შაურმა მომეცით.
შენ გოგო ხარ. ერთი გემოფა. ერთი შაურმა მომეცით. მოგაწოდა შაურმა? ჩემს სამით არ გააკეთა და ყოჩა. კარგი თვასომას ესენი აღარ გვინდა გთხოვთ რა მოგვიყევით რა მოხდა ზუსტად თქვენ როგორ დაგჭერს თუ არ დაგჭერს თუ რა მოხდა ეხლა ვიაგიხსნი. ბიდით მას. არ შეიმჩნიოთ. რა ძლიერი ხართ, ვასომა. არ შეიმჩნიოთ. ესე რა ძლიერი ხართ. როგორ წავში წამოხდით ვასომას? ეს ოინბაზები თურქი მიშასი იქნება. თითქოს ყოჩა ვასომას. გაუცებ. აი, კარგი მხედარი როა, რას ნიშნავს? აი, ყოჩა. ხენი გამომაცალეს. ყოჩა ვასო, ესეც არაბების ერთ-ერთი პანდი იქნება, მათი ხრიკი არის. ოჰოჰოი და ვასომას ხელი ხმალს იკარ. ყველაფერი იქიდან დაიწყო. საიდან მეღო? ჩავიცვი დადის პერანგი. ავისხი ქამარ ხანჯალი. გადავიკიდე ფარი. ავიღე მათრახი და ჩავჯექი მანქანაში. და შაურმისკენ გავეშურე. არ მისული ყოფილ კინოსტუდიასთან. შემომხვდა საშაურმე. ერთი ქართველიც არ იყო იქ. ყველა სპარსი იყო. რას ამბობთ ვასომას აბა ხოდა დავიძაბე. მარა მე გამახსენდა რომ ერთ ქართველზე მინიმუმ 10 მოდიოდა მტერი და უფრო დავმაგრდი. ჰერი და ჰერიო, ჰერი და ჰერიო, ჰერი და ჰერიო. ცოტა კი შემეშინდა. მაგრამ გამახსენა რომ ქართველი ვიყავი და გული მომეცა. ჰერი და ჰერიო, ჰერი და ჰერიო. ჰერი და ჰერიო მივაჭერი მე შაურმესთან და ვეუნები. შაურმა მომეცი. გიაუროთ ხო მომეცი. ჯერ შენი რიგი არ არისო. რიგის ნომერი აიღეო. ამაზე გადამეკეტა და ამდენ არაბში ერთი ქართველი ვარ და მე რიგის ნომერი უნდა ავიღო მეთქი? ავიღე ხმალი და გადავცხე სახეზე. გადავკარ სახეზე ვითა შუბლიდან კოჭამდე. დიდი სახე ხონდა. დაეცა მომვარდნენ უკნიდან. აი მუს გადავლეთ ყველას მეთქი. აი ახლა შევავდი მეორე ჩავარტი. აი თქვენ. აი ვასომას გაგიჩეხიათ. აი შენივეთ. კარგი ვასომას ვასომას ყოჩა ვასომას. გასაგებია და ჰერი და ჰერიო, ჰერი და ჰერიო, ჰერი და ჰერიო, ჰერი და ნახევარ აზიას ერთი კაცი ვებძოდი. ბრავო ბრავო. ჯერ ხო რაერებს გავავლე მუსრი. და მერე რიგში მდგომი სპარსელი მეუბნება. უსიაჰ და რა? ანუ შაურმას ვიღა მოგცემს თუ ყველა მოგხოცო. ავკრიფე ტელეფონის ნომერი. გამოვიძახე ბოლტი. და ვინ იყო თუ ის იმ ბოლტის? კურიერი ვინ იყო ინდოელი იყო ინდური უნდა ხარ ინდური მუსიკა. არც ეს არ მომეწონა სახეზე და მაგასაც თავი მოვსხიპე. მალადეც ვასო. იახაც შემდეგ ანხელა მასშტაბის ბრძოლა ჩემს არავის მოუგია. არაბის. ბრძოლა არავის გაუმართავს ჩემს ნაირი. გამის მერე
პოლიცია მეძებს. ნუ რას უკაცრავად? იმ პოლიციას რა უთხარი რომ ჩემნაირ ქართველს დაიჭერს? აბა, დიახაც? უხრა უთხარით. და თქვენ როგორ დაგჭრეს? როგორ დამჭერს და მოუყევი ამ ხელაგას როგორ დამჭერს? მომეპარა და დამარტყა. შაურმის დანა. აი ეს დიდი დანა რო არის, მომეპარა და დამარტყა პირდაპირ. სადა გარტყათ მას? იღლიაში. იღლიაში? აქაც გაყიდვას აქვს. საქმე, იცოდე რომ იღლია გამოხეული მქონდა? და ზუსტად ის შაურმის დანა გამიყარეს იქ, მაგრამ მაგ უპატრონებმა არ იციან რომ მე იღლია ქვისამა. აუ, კარგით რა ვასომას და სულ თქვენ ხვდებით ესეთ კონფლიქტებში. ხო შეგიძლიათ ცოტა ფრთხილად იყოთ. აქილევსის ქუსლი და ვასომასის იღლი არის. არავინ ვასომას კი მაგრამ მარტო იყავით მაგ ბრძოლაში? რუსებიც იქვე იყვნენ. მე არ დაგიხმარ. არავინ ეგ დაგხმარებია. ტოტლებენის მოდგმა. ფუ მაგარ. ფუ მაგარ. ერთად. ფუ მაგარ. არ დაგხმარებია ვასომას არ. არც ერთი. ფუ მაგარ კიდე ერთხელ ვასომას. დაინახეს რომ ამ ხელა ხიჭვი მქონდა მხარში. გატრიალდი. მე ხედავდე. უხ მაგათი. ამიტომ მე გადავწყვიტე რომ ამაგა მუსტრი გავავლო რუსებსაც. აბა როგორ აპირებთ? არაჩვეულებრივი საიტია. აჰა. შედიხარ იმ საიტზე. ავარჩიე უკვე მე. თავარი ვინც უნდა დავსაჯო? ხო. ანჟელიკა 55. გამოვიძახებ და მთელი ღამე უნდა დავსაჯო. თანამებრძოლი გჭირდებათ. ლირჩიც უნდა დავსაჯო. სამზარეულოში ცალკე უნდა დავსაჯო. აბაზანაში ცალკე უნდა დავსაჯო და სარეცხის თოკებზეც უნდა დავსაჯო. მე უნდა გამოვყეთ ვასომას თანამებრძოლი გჭირდებათ. თქვენ გვერდით. მართალი ხარ, ჩემ გვერდით უნდა ერთად დავსაჯოთ. სადარბაზოში ერთად დავსაჯოთ. დავსაჯოთ აუცილებლად. ბატონო ვასილი, ის არაბი კაცია მოსული. ვინ არაბი კაცო? კონფლიქტივისთანაც მოგივიდა ჩაურმაზე. ვის დამჭირა? ბოდიშის მოხდა. არა, ბოდიშის მოხდა უნდა რა და ვასომას ხელი ხელს იკავ. ფეხზე დგას? მე ისე დღეში ჩავაგდე რომ აქ როგორ მოვიდა მიგდ. მოვიდა და ბოდიში უნდა რომ მოგიხადოთ ერთი ვასომას წუთით. არენდოთ სადიყავით. მობრძანდით. სალამ ალეიქუმ. ეს თქვენ ძვენი ჩემგან ბოდიში რა, მაპატიეთ. შაურმა. ბოდიში რა. გადით გარეთ და დამტოვეთ ჩემ შაურმასთან მარტო. ვასომას თქვენს გავდეთ. თქვენს გარეთ. ბრძოლის ხიჟი მოგვესმა, ბრძოლის ხიჟი მოგვესმა. თქვენ ურჯულოებო. რას გავხართ? სათხარ. გოგო ნახე ავტობანიდან არის გადმოსახვევი, ხო და მან დაინახავ წარწერას ოკამი. დიდი ასოებით აუთხარი რა. დიდი ასოებით, ხო და მანდვე ვარ. მომისლიან და ლოკაციას ჩაგიგდებ ეხლავე და მოხვალთ პირდაპირ რა უპრობლემოდ. ჩაუგდე ეგ რაღაცა. კაი, მიდი. ეტა რა არის ეგ არას უგდებთ ხოლმე ეს კაბაგები და. ლოკაცია ჩაუგდი და მოვლენ პირდაპირ. მომისმინე ერთი წუთი. აბა როგორ ახარ? ვერ ვარ კარგად რა, ძალიან ბევრი დავლი ეგუში, ხო? კი, ძალიან ბევრი დავლი. თრალი ვიყავ. აბა რა იყავი? და მე რა მოხდა საერთოდ? რა მოხდა და ეგრე მეუბნებოდი რომ წამიყვანე ესეთ ადგილზეო სადაცო მთელი ცხოვრება ვიცხოვრებთო და გამოგახანე ოკამში ეგრევე და. მე გითხარი ეს? აბაო. აუ არა, რაღაცეები მახსოვს, ხო, რაღაცეები მახსოვს. ანუ ეს შენი სახლია. აბა რა არის ხო აბა. ეხლა არა, კაია, სოფელი ძალიან მაგარია. მაგარია, სუფთაერია, 64-ია ოკამი გოგო. სუფთაერია, ხო? აბა რა არის? არა, ძალიან მაგარია, აქ ცხოვრება არაფერი არ ჯო. უბრალოდ აფაჯის იქით ბოსელია და ცოტა ისეთი ჰავაა. ხო. აი ლოჯიდან არის რომ გახედავენ ყველაფერი. მართლა, ძალიან მაგარია. ეხლა მომისმინე ჩემ მეგობრები უნდა მოვიდნენ სადაქალო რა და ცოტა ნერვიულობ, ანუ როგორ აუხსნა რომ რა თუ და ახსნა ეხლა უთხარ გათხოვდი ჩაბარდი პატრონს სადავს იო ეგ არის რა რა ჩაბარდი პატრონს ვერ გაიგებენ ჩემი ლობები მოვლენ აქ გაიგე ჩემი ძმაკაცები და ცოტა ისე მოპარიატკდი რა ეხლა მოიწესრიგე მოპარიატკდი რა
გადაიწიეთ აი მაი და გეხვეწები ახლა რა ზედმეტები რა ჩემი გოგოები მოვლენ და შენი ოპა მოვა აგრა მოვიდნენ სიძე შეცუველო მამილოცე ზალო ხარ აბა ძალო მამილოცნია ნახერა მოვჭკი მე აბა მამილოცნია მამილიცე ზეზვა ერთადერთი იყო შესაძმაკაცოში ვინც მეგონა რა უცოლოდ არჩებოდა მე ხო ვამბობდი ეს სიმთვრალეში თუ შაბამ ვიღაცას ათქო თორე ისე რა გამოს არის შენ არის ხოშაგისრული ვერე ეგ ნატრაი და ეგ წინასწარ მეტყველება იყო გავაკეთე ეგრე ოქრო ხარ დალეყოვასა ისა ზეზვა საპირფარეშოში გავალ ხელპირს დავიბარ მოწესრიგდები და მოვალ რა მოიცა ახლა შენ ჩამოყალიბდი საპირფარეშოში მიდიხარ თუ ხელპირი უნდა დაიბარო რომელი გიდა ეგა ორივე ორივე გოგო საპირფარეშო არის ახლა ყანის ბოლოში არის სიმიდების უკანა და პირის დაბანა თუ გინდა აგე სახლის უკან არის უბივალდიკი და მაგაზე მიაყავა ეს ხესა და დაიბარო მარა რა სიცხვილია ახლა ჩემი ბიჭები არიან რა ბაქაბასთან დასაბარო ჯერ ერთი კიდე გრაფიკით ამოდის წყალი აქა გაიგე ხო და ახლა არ უნდა ყოველ დღე პირის დაბანა რა მაის დაბაიცა თქვენ გრაფიკით ბანაობთ მარბანო საიბიდი კაი მოვლენ ახლა რა ულობიო ძალიან კაია პირი მიშლება რატო ზიზო ესა ძალიან ფრონსკაობას არის ბიჩეულის მოდა აქაურ გარემოზე როგორ უნდა გადმოვიდე ფრონსკაობას არის ბიჩეული ახლა და ერთი კვირა ვასტი ახლა თაფლობის თუ ეს რო უძახია თუ რაც არის ეგა და ვერ რო გამკიდებ გვერდზე ხარზე ებასა თოხსა ჭადაკიცხელი ვარ მოხდა ასე რო ვეღარ გაიგებ საერთოდ წინ დაუკანა გაიგე მე თუ არ შეაიგუება კაურობასა და აი მოხვედი აგარა თათია ჩემი გოგოები მოვიდნენ როგორ გამიხარ ვაიმე გამარჯობა გამარჯობა გამარჯობათ მოდით რაღაცა როგორ გამოიყურებ გამარჯობა გოგო ძლიps მოგაგენი ჩვენ თავს ფიცაო კაი რა არის ლოკაცია ხო ჩაგიგდეთ გოგო კი ლოკაცია კი ჩაგვიგდე მაგრამ რაღაცნაირად გველაპარაკებოდა Google Map-ი და ცოტა ვერ მივხვდით რა ხდებოდა კაი ეს სულელი მიდი აბა დააწე პირდაპირა ეხლა მოუხვიე მარჯვნივა გადაუხვიე მარცხნივა ეხლა მიუხმაუხვიე დედა მოუვა მე რა ვერ გაიგე ვერ მივხვდი რა სულელია აუ გაისწორე გთხოვ აუ რაღაცნაირად არ ეს სულელია ძალიან ჩემები არიან ესენი მოკლედ ჩემებმა არიციან გაიგე რაღაც ისე მოხდა რომ ეხლა გავთხოვდი და რაღაცა არიციან არ ვიცი როგორ მოუხმო არც გაბედო და არ გააგებინო არავის არაფერი გთხოვ რატო გთხოვ ეს რა გააკეთე თათია რა გავაკეთე რა გააკეთე მართლა გათხოვდი გოგო მომისმინე რომ დავთვლი მიხდი და აზრზე არ ვარ რა მოხდა და გავთხოვდი ასე ის კი არა გოგო სამთავისის ეკლესიაში ჯვარიც დავიწერე ვაიმე არაკოთ ხომ არა ფოტოებში ძალიან მაგრად თეთრი კაბაბაცია დედამისის ვაიმე რა გავქნა თათია რა გათხოვდი ერთ სიტყვა მეორე გარგაიმეორე ეხა ადექი და წავედით არა აუ არა მოიცა აუ ისე რაღაც პონჩი ეგზოტიკა ალბათ რა არის ეგზოტიკა ნახეთ პირველ ყოფილი თემური წყობილების ადამიანთან ცხოვრება მოდი თათიც რა ვქნა აუ გთხოვთ მაგაისწორე ერთი წუთი აი ჩვენ შენი ქმრის სახელი არ ვიცით მაგრამ მოდი ზეზოა დაუძახოთ რა აუ ძალიან უხდება ხო გამოიცანით გოგო მართლა ზეზოა ქვია მართლა გოგო არ მოფერებით ზეზვი მოდი მე რა გაიცანით გოგო ეხა ძალიან მოგიბულში უნდა გადავალთ და ჩემი მეუღლე ზეზოა გერაცვალეთ ზეზვა თამარი ზეზვა ესენი ჩემი ლომები არიან გია გაბრიაძე და გია შვანგირაძე და გაბრიაძე გია შვანგირაძე გია ო დაჯექით ბიჭო შვანგირაძე არის მაგარი კაცი ძალიან საყვარელია აუ თათია მოიწი ერთ წუთი აი ხა შენ ქმარს და შენი ქმრის საძმაკაცოს უყურებ გონია რომ კი არ გათხოვდი არამედ ლეკებმა გაგიტაცეს და ამის მეშინია ეს რატო გუყურებს ამან ეს ის არ მიაქცია აიმე კაი რა გუში წუხე ღამე ოთახში შემოვიდა თავის კამით და კაი დღე გვი ხო გოგო რა წვები გოგო საყარად გარეცუდა ეხლა ერთი რაღაცა მე დაგითხრათ რომ მაგრამ აი თქვენი და ქალი გათხოვდა აგერ ჩაბარდა პატრონსა და იქნება თქვენცა რაღაცა ქნათ ეხლა ოკამში და აგერა კაი ბიჭები მყავს თა და არა მართლა მაგარი ბიჭები არიან რაღაცა იქნება თქვენსო მიბაძოთ რა მართლა მაგრები არიან
კაი საჯიში ბიჭები მყავს, ნახე რა კისერია. ნახე რა კისერია. მამა მაგარი კისერია გიდეს გებცო. კაი საჯიშები არიან, გეუნები აქვს, ჯიში აქვს, ტიბედა რავი რა გითხრა რა. არა, შეიძლება გათხოვება მინდა, მაგრამ საჯიშეო რატომ ეუბნები? რატო არა კაი ჯიშიანი ბიჭები, ოკამელები რასა. აი, მე ხალი ვარ, ძაღლი კი არა. აგეკი წავედი. აი, რა დაგეკი. აი, რა მამა, რა იყო, წავედი. მაიცა კაცო, და წახვიდე. არ გინდა ჩემი ვაშლის ბაღი დაგათვალიერებინო. მაგარი ბაღია. მაგარი. აი, მე არ მინდა. არ მინდა. მეიცი რა მაინტერესებს. გოგო, რა გჭირს? კიდია ბაღია. დაიგიო. რძალო. ხო. შენა ეხლა კონდა ვინმესთან მანამდე ურთიერთობა ითო ხალიშვილი ჩაბარდი ჩვენ ბიჭსა. აი მე რა კითხვებია, ნორმალური ხარ შენ? რა კითხვებია, რა შეიწყათე? შენ რა გაგჭირდა? რა გაუცხობ? არა, ქარიშები. ვაიმე, თათი, ამას როგორ გაყევი ცოლად? ჩვენ თავს გაყევი. ვიზე იძახი? ზეზვაზე. აიმე, კაი რა. იცი რა საყვარელი. ეს რატომ ახურა უნდა? აუ, ძალიან საყვარელია. აი, ძალიან საყვარელია. აუ, ზეზვაზე ხომ ასე ფიქრობთ, მაგრამ იცი რა საყვარლად იძახის? ახლა გეუბნები მაგას. მარ უნდა უთხრა ბიჭო, მაგას არ ოიმავს ხდი. ზეზი ერთხელ კიდე გთხოვ? ანუ მახმეო. მამარდა. ძალიან გიჟები ხარ. თათია, ამის მეშინია. ისა რა ქვია? ლამაზო ქალბატონო. მიდიგია. შეგილია გამანდო როგორ უნდა დავეუფლო შენ გულსა. როგორ უნდა დავეუფლო შენ გულსა. არა, როგორ არა. როგორ. როგორ? არა, მომისმენე? როგორ. როგორ? ხო, აი ხა თავიდან მითხარი ეგ წინა დადება? ლამაზო ქალბატონო, შეიძლება გამონოთ როგორ უნდა დავეუფლო თქვენ გულსა. როგორ? მოდი ჯერ შენ გრამატიკას დაეუფლე. და მე ჩემ გულს, კაი? მოიცა ერთად, როგორ ერთი წამი, მოიცა მეც იმასლა ახლა, როგორ? როგორ უნდა აუ, თათია. არა, ამან იცის როგორ. როგორ? აბა გაუმარ. არა, როგორ, რატო სოკამია, რატო იმაზე ხარ ჩაწერილი? რაზე? აუ, ლიპოსაქციაზე ხარ ჩაწერილი. როდის? ხვალ, 3 საათზე. აუ, ზეზველი? აი მე ლიპოსაქციაზე. რა უნდა, რატო? არაფერი ეს. მოიცა ერთი წამი რა. ლიპოსაქციაზე ვარ ჩაწერილი ხვალ და უეჭველი უნდა გავიკეთო. აქცია. ანუ ლიპოსაქცია. რა არის? არიცი? ანუ რა არის ეგა? ანუ ცხიმის გამოტუმბვა, მაგაზე ვიყავი ჩაწერილი და დამოვიწყდა. გაჭრია რამე ეს გათლიან თუ რა არის? აი შენ ენაზე მათლიან, ხო ცხიმებს მათლიან. მე გოგო უჩებოთა საკლავი არ იკვლება აქა. მე ვათლი ყველაზე მაგარ დაჭირებს და საქონელსა და. რა გინდა ხა იქ ვარ წახვიდე მაინც და მაინც. მაგრამ უყურე ხა ჩამოკიდებ ხო? მაგრამ ისო ჩამოკიდებული რო არის ხა თავი არა აქვს საქონელსა. შეკიდე თავი გააქვს. იქ საქონელსა კიდე ფეხებით კიდები გაიგე და შენ ხა თავიც კიდა და ისიც კიდა ლიპოსაქცია უთქვა. ეგრე არ გამოვა რა. ყავჩი, მაგრები ყოფილა ნიქა, გაიგე? მაგარი ყასმები ყოფილა რა. მე საქონელი ვარ. მარა ხარ. გია რა რაგაც საქონელი ხარო, გეუბნები. მარა ვიხუმრე. არა, გია მაგარია. მოიცი ერთი წამი ახლოს რა. იცი რა მაინტერესებს? ცოლად რო გაყევ, ფული მაინც აქვს. არა, გოგო რა ფული. არა? წუხელ რა მითხე იცი? რა? ანუ შენოცებას მაინც აგიხდენო და ოთახში ტუალეტი გექნება. რა არის მართლა? მოიცა ერთი წამი. გია რაო, გია. რაო? ტუალეტ ჩაგიდგა. სახში გექნება და აბა ეხა სად არის? იქით ბოლოში, ეზოს ბოლოს. რა ესოს ბოლოს გოგო? სიმინდებში იქით ბოლოს. სად სიმინდებში? ბოლოში ჩახოჩა აჭრიანი ზოულებრივად ეხლა რა. საკეთარეშო არ გაქვს სახში? როგორ ეზოს ბოლოში? აუ გადი მიაჭიქჭიკა იქ. აი მე მარტო ვერ დავჩები მე ამათან, მე მარტო ვერ დავჩები. არის გია. აი გამომყევი. მაიცა კაცო სადმე გია გამოყვება რა. გია გამომყევი. კაცო აკა აბა იქა ფეხით ხوار გაგიშო ტრაგარს ამოკოკა წამოეხავე ჩაგიყვა თვალე. ხალხო ტუალეტში მივდივარ და გოგოები მოყვებიან. გოგოები იქა მარტო ხوار გაგიშო შეიძლება არ გვინდა. გამოუყვეთ. გია გაგყვებათ რა ჩვენ. არ გვინდა. მარტო გაგიშვებ შენ ვიდეო თოლის გინდა და ტუალეტში გაყულა აღარ გინდა გინდა ბიჭი მოყვე. მე ტუალეტში რატომ მომყვებით ამდენი ხალხი გამაგებინე? დონია გოგო. არა კიდე გოგო. პურა გელი ვითხარ. არ გამომყვეთ, გეხვეწე. მიდი კაცო ტუალეტკაზე აი მე რა შეშავს არის? აბა რა სიმინდი. ვერ გამოუშვე. მაინე ნუ მომყვებით ტუალეტში რა. გია მარ უნდა და გამოდი. აბა რა
იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.